მობძანდი. როგორ ახარ? შენ როგორც მონატრებული თბილისზე საქართველოს შეგირჩიეთ ნამდვილი თბილისი, ძველი თბილისი. გული. გენატრება ხოლმე თბილისი. სულ მუდმივად. თან ხო ძალიან ადრე წავედი 14 წლის და მე მახსოვს რომ ძალიან ადრე. გაიდეალებული მაქვს და სულ მე სტუდენტი ვიყავი, ჯერ კიდევ რომ შენზე გავიგე. მე სტუდენტი ვიყავი წინა საუკუნეში და შენ უკვე წასული იყავი. თან ერთი თაობა ვარ, ანუ ძალიან პატარა წახვედი რა. ხო და ალბათ როგორ გიყვარს და მეც კი რომელიც აქ ცხოვრობ ვესტუბანის ტერიტორია მოყვარს ძველი თბილისი. შენ დარწმუნებული ვარ ახლა არანაირი მუზეების მოყვანა არ გინდა, მაგრამ მუზეაში დაკვატიჟებ. არა მოდი, არა ჩოვიგო ადგილას, იმას პინძლე მოკლედ და მადლობა შენ რომ ჩვენთვის მოიცალე, აი აქით დავბრძანდი. სიამოვნე. მადლობა რომ მოიცალე, იმიტომ რომ შენი გრაფიკი ვიცი მე. და როგორც კი გავიგე რომ აქ იყავი, ვისარგებლე შემთხვევით. თან ვისვენებ. ისვენებ ახლა? ხო, პრინციპში უკვე ჩაიარა იმ ამბავმა, რის გამოც ხარ ახლა საზაფხულოდ ჩამოსული. მოდი პირდაპირ ამით დავიწყოთ პიანო ფესტი. შესანიშნავი იდეა, რაც უკავშირდება მუსიკას, შენს პროფესიას და ურმაგად შესანიშნავი ის არის, რომ ჩამოყვანილი ყავდა ძალიან დიდი მუსიკოსები. დავიწყოთ ამით, როგორ ჩაიარა წლევანდელმა ფესტივალმა, რა შესთავაზეთ წელს მსმენელს და მე ცოტა შენთვის ვილაპარაკოთ საერთოდ პიანო ფესტამდე, როდის წახვედი და როგორ მოხვედი. ისეთი კითხვა დამის. ხალხს რომ შვილებზე უყვარს ძალიან ლაპარაკი. ესე ვარ მე ამ ფესტივალზე. ყოფილები რო ყოფილია, ხო? 6 წლის გახდა. 6 წლის გახდა ბავშვი? 6 წლის გახდა. წელს ყველაზე კარგი. წელს იყო ყველაზე წარმატებული აქამდე. და მე ეს მახარებს რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დინამიკაში ნამდვილად იგრძნობა რომ გაიზარდა ფესტივალი და წელს განსაკუთრებით მართლა წარმატებული იყო, აი ობიექტურად, სუბიექტურად ყველანაირად ვაფასებ მე მაგ ამის ლევანდელი წარმატების განსაკუთრებული ფორმულა ჩვენ ამას გათქმევინებს სიამაყით. აი ყველა აღნიშნავდა, ჯერ ერთი ყველა დავიწყოთ იქიდან რომ კონცერტიდან გადიოდა ღიმილით. ეს არის თავი. რაღაცა გაცისკრონებული მოდიოდა ყველა და ესე გვილოცავდა. გარდა ამისა თვითონ სტუმრები ძალიან ყოფილები იყვნენ, ვინც ნავყოფი იყო, კიდევ უფრო შეუყვარდა საქართველო, ვინც არ იყო და პირველად მოხდა ის ინფიცირებულია სამუდამოდ და აუცილებლად დაბრუნდება ამ ვირუსით ჩვენი. ოღონდ აქვე ვთქვათ, ხო, ეს ვინც არ იყო და ვინც იყო, აქ საუბარია დღეს მოქმედ შენ კოლეგა რაღაც მწვერვალებზე და მეტრებზე, რომელთაც ეს საათები აქვს გაწერილი და ზოგი მათგანი ჩამოვიდა, დაუკრა და გაფრინდა. ნამდვილად ჩამოვიდა ღამე, გამოიძინა სადღაც დღის 2 საათამდე მივიდა დარბაზში მოსინჯა როიალი და 8 საათზე უკვე მსმენელის წინაშე წავა. ერთსაც ვიტყვი დუდანა, მე ვიცი რა, იმიტომ რომ არაერთხელ შენს კოლეგებთან მუსიკასთან შეხება მაქვს და ჩაი გიყვარს? მიყვარს ძალიან. კარგი. ჩაისტი გახდა. მაშინ მე ჩაისტი. და ესეჩი. აი ნახე როგორ ჩქები. ხო და აქვე მინდა ვთქვა ეს შენ სასახელოდ მე მესმის რომ შენ თავზე ბევრს არ ელაპარაკებ, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მე ვიტყვი როგორც ჩვენი და მოხალხე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ამ ხალხის ესე მარტივად აი და ფესტივალზე ხო არ ჩამოხვალ და ესე ადვილი არ არის. იმიტომ რომ მათ ერთი კონცერტები, ერთი კონტრაქტები აქვს რომ ძალიან რთულია დათანხმება, მოკლედ. როგორ ხდება ეს არის, მოდი ვთქვათ შენი კონტაქტები, შენი ურთიერთობები, შენი გავლილი კონკურსები, ფესტივალები, როგორ ჩამოყავს ეს ხალხი აქ? ერთად ანებიურებ ჩვენს მოქალაქეებს და მსმენელს. დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის პირველ რიგში და სხვადასხვა ფაქტორი უნდა იყოს, რაც მოექცეს, აი როგორც რაღაც თანხwebdriverში, როგორც თანავარსკვლავედები, კარგად რო ზოგს ხო ჯერ დაალაგდება, ხო? დაალაგდება კიდე. ჯერ ერთი უნდა ეცალოთ, მეორე უნდა უნდოდეთ, მესამე უნდა ვიცნობდე და მეც რაღაც ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი კაი პიანისტია სოფლიოში, მაგრამ რაღაც ისეთი ნიშა გვიჭირავს ძალიან ინტელექტუალი და ძალიან ღრმა პიანისტების რა და აი ესეთიც უნდა იყოს, უნდა ეცალოს და უნდა უნდოდეს და სადღაც შეხვედრილი თუ ვართ ეს რა თქმა უნდა დადებითი ფაქტორია, იმიტომ რომ უფრო ადვილი ხდება გაცნობა და არ მიწევს რაღაცა მენეჯერების და დამხმარეების გზით. და მე უკვე თანხმდებით, როდის შეუძლია ვის და ამის შემდეგ უკვე ვაწყობ გრაფიკს, რეპერტუარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ისეთი ცდილობ ხოლმე რომ ისეთი იყოს, რომ ხშირად არ იკვრებოდეს აქ. რაღაცა სიახლე იყოს კი და სწორედ გუშინ მივიღე ეს კომპლიმენტი უკვე რომ დაიხურა ფესტივალი, ამის შემდეგ რომ
აი რამდენად იშვიათად შესრულებადი ნაწარმოებებიც მოისმინა ჩვენმა მსმენელმა. ეს ბედნიერება. ხო, მე შეგაწყვეტინე, ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ გამო ფესტივალს და რაც მე ვიცი გარდა შესანიშნავი საღამოების, რომელიც სხვადასხვა ადგილას იმართება, ესეც მომწონს, არა აქ რაღაც ერთი დარბაზი ხარია კონსერვატორია, მაგრამ ზაფხული იძლევა საშუალებას ღია კონცერტებიც იყო და პლუს ამას მასტერკლასები, საუბრები, ხო, აი ესეც მნიშვნელოვანია და ამაზეც გითხარი, იმიტომ რომ ნახე ერთია რომ მოვიდა მსმენელი და მოусმინა. და მეორეა რასაც შენ აკეთებ და ამისთვის მადლობა შენ და შენს კოლეგებს, ვინც უცხოეთში ცხოვრობ და ამ თქვენს რესურსებს იყენებთ, რომ აქ ახალგაზრდებს მისცეთ მაქსიმალურად იმის საშუალება, რომ აი ესეთი პროფესიონალებისგან ცოტა უფრო მეტი გაიგონ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ზრუნავ შენ ამ საქმით მე ასე მგონია რომ ასევე ზრუნავ მაძე, ვინც ახლა იწყებს და შენი უმცროსი კოლეგები არიან. ხო, მოყავთ პირველ რიგში წარმოვიდგენ ხოლმე ჩემ თავს, როცა ვიყავი სტუდენტი და რა მესიამოვნებოდა. მაშინ ეს მოფუნება არ იყო, ისე დრო იყო. ხო, ძართული იყო, მართლაც გასვლა. მე 90-იანი. კი, აი ესეთ მეტრებზე, აი ახსენე შენ ეს სიტყვა და ნამდვილად ასეა. მათთვის დაკვრა, მათი აზრის გაგება კი არა, მათთან შეხება და ახლოს მისვლა იყო მაშინ სასწაულთან მიახლოებული ფენომენი, კი ნამდვილად. და მე ვცდილობ ყოველთვის სხვისი პერსპექტივიდან დავინახო ის, რასაც ვაკეთებ. სტუმრის პერსპექტივიდან რა ეს სიამოვნება რომ ჩამოვა. სცენაზე რომ გამოდის, რა ეს სიამოვნება რომ დახვდეს დარბაზში. სტუდენტი რომ ხო, ძალიან. იმიტომ რომ ვცდილობ ყოველთვის წარმოვიდგინო. შენ ხარ იქ? მე ვარ იქ. მსმენელი, შენ ხარ იმ დროს და აქედან ამ პრიზმიდან უყურებ. კი, სხვისი პრიზმიდან, სხვისი პერსპექტივიდან ვცდილობ რომ წარმოვიდგინო და ისე ადვილად ვაგდება ყველაფერი. პრინციპში ეს არის საფუძველი პროტოკოლის, არა? შენიერია. და სტუდენტებიც ამიტომ რაღაცა ესეთი საფესტივალო, ოჯახური ფამილიარული კარგი გაგებით ვიღოთ თქო. რაც ესეთი განწყობა არის და ეს ბარიერები რაღაც დივა შორს არის და მემასწავლებელი აღარ არის. შვენიერია. პარალელურად ამისა უნდა კითხო, იმიტომ რომ ძალიან რთულია ორგანიზება გაუწიო ასეთ ფესტივალს, უბრალოდ ჩამოდიან კონცერტებია და თან უკრავ შენს. თავად შენს გქონდა კონცერტი, რაში ასკვლელი გითხარი და როგორ ახერხებ, რომ იზრუნო კიდეც რომ მაღალ დონეზე ყველაფერმა ჩაეროს, მენეჯერული კუთხი და თანიფიქრო კონცერტზე. ხო, მართლაც ძალიან რთულია. ამიტომ ვცდილობ რომ მოვემზადო და იქამდე სხვაგანაც დაუკრა ეს იგივე რეპერტუარი. იმიტომ რომ აქ უკვე არის იმდენად საოცრად დაძაბული გრაფიკი, რომ რა თქმა უნდა ნამდვილად შეუძლებელია მაგ დროს მეცადინეობა. გამიჭირდა ეხლაც რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერე. რთულია. თუმცა მოდი სანამ ისე ფესტივალზე დავბრუნდები, წავიდეთ იქ, აი გარეთ მითხარი რომ მე ძალიან პატარა წავედი და მეც გავიხსენი ის პერიოდი, რომ მე ჩავაბარე და მაშინ უკვე რადგან კონსერვატორიის სტუდენტებთან მეგობრობდი ბევრ ჩვენ საერთო მეგობრებთან, მაშინ უკვე ვიცოდი შენზე და ვიცოდი როგორ წასულია თუდანა და მაშინ არ იყო ახალი აი რამდენიმე ადამიანი შეიძლება რომ წასულია, წავიდა, გავიდა. როდის ახვედი ის, რატო დაინტერესდი, რატო გახვედი საათ, როგორ და ვიდრე აქამდე არ გეყოფათ რომ მაგრამ ცირეთ მოგვიყევი ის დიდი კარიერა და გზა რომელიც შენ გამვლე შენი კუთხით და ძალიან წარმატებით აგრძელებ. მაგრამ ყოველთვის გახსოვს ქვეყანა და როცა კი საშუალება გაქვს აი ეს ფესტივალის ამსახურება რომ დაიკავა აქაურობა და ასევე შენი ქვეყნის ელჩი იყო უცხოეთში. დიპლომატ დუდანაზე ძალ გეკითხავ ხა მუსიკოს დუდანაზე მელაპარაკე. პატარა ვიყავი მართლაც 14 წელს ვიყავი პირველად როცა წავედი როგორც რაღაც გაცვლითი პროგრამის მონაწილე თავიდან ესე თუმცა იქ მაინც უკრავდი და კონცერტებსაც მართავდი ჯერ ეს იყო გერმანიაში მე ეს იყო ამერიკაში იქ დაამთავრე სკოლა ჩამოვედი აქაც დავამთავრე ჩემი სკოლა და ჩავაბარე უკვე მუნხენში ეს მოხდა იმიტომ რომ ელისოვერ სალაძემ მომისმინა რაღაც სატელევიზიო გადაცემაში და ნუ მოხდა ისე რომ ჩათვალა რომ ჩემგან რაღაც შეიძლება და გამოსული. ელისოვრის ელოჩათვით პატარა ამბავი არ არის ეს. ყოველ შემთხვევაში რომ ღირდა მუშაობა და მოსინჯვა. რაღაცა გამოვა. რაღაცა გამოვა. და ესე მოხდა რომ ის მოსკოვშიც ასწავლიდა და მუნხენშიც და ჩემო პრობლემა მაშინ გადაწყვიტეს რომ კარგი იქნებოდა რომ დასავლეთში მიმეღო განათლება. და ჩავაბარე პირველივე კურსიდან მუნხენში 16-17 წლისამ დავიწყე იქ სწავლა. ანუ ძალიან რთული იყო როგორც ყველა სტუდენტისთვის არის და მაშინ კიდე უფრო რთული იყო, იმიტომ რომ დღეს ონლაინ შეიძლება ძალიან ადვილად კომუნიკაცია და მაშინ მართლაც უნდა რაღაც სატელეფონო ბარათი გეყიდა კონკრეტულ დროს და გერეკა. და მუდმივი ნოსტალგია, მონატრება ოჯახის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლად ფეხზე დადგომა და ამასთან ერთად რაღაც ყოფით საკითხებზე რო არ გეფიქრა, მუსიკაზე გეფიქრა
და კონცერტები თავიდანვე ისე მოხდა პირველივე კურსიდან, რომ მომიწია უკვე საკმაოდ ისე საკონცერტო მოღვაწეობაც. ადვილი არ იყო. მე ამას მოყვა უკვე ამერიკაში, ნიუ-იორკში გავაგრძელე უკვე სწავლა და იქაც, მაგრამ იქ უკვე რაღაცა დამოუკიდებლობის ეტაპი უკვე გავლილი მქონდა ესე რომ უკვე უფრო ადვილად დავიწყე. ყარათ ვიდექი. წიწილა. აი ესე მე საერთაშორისო კონკურსები იყო, რომლებიც ხოთაშორის ძალიან არ მიყვარს. მაგრამ საჭიროა, როგორც მორბენალისთვის მარათონის სირბილი იმდანაც ჯანსაღი არ არის, რამდენადაც მომზადების პროცესი. წაადგება ხოლმე, ასეა ჩემი აზრით მუსიკალური კონკურსებიც, თუმცა აი თავისთავად ეს ფაქტი რომ უნდა შეეჯიბრო ვიღაცას. ეს ხომ აი ხელოვნებაა და საკმაოდ სუბიექტურია, საკმაოდ ფაქიზია მუსიკოსის ნატურა, მით უმეტეს როცა პატარაა და შეიძლება ადვილად მიიღოს ტრავმა და რაღაც პატარ-პატარა იმედგაცრუებები ქონია, აი მკვე ხარ აჩენთი კონკურსებზე, რომ აი გიფიქრე რომ ეს საერთოდ ხوار დავანებო თავი. ეს არ მეფიქრია, თუ არ შემეძლო. ამის გარეშე. აა, უბრალოდ იმდენად მიყვარდა, რომ გამორბენები იყო. როგორ არის ყოველ ნოტებით დამიხევია. კი, ყოფილი, მაგრამ რა შეეცით საქმე რომ აი მაინც ბრაზდები ყველაზე მეტად საკუთარ თავზე. იმიტომ რომ რაც არ უნდა ჟურის წევრმა რაღაცა დაიწუნოს, თქვა ვერ გადახვიდე რაღაც ტურში. ხო არის რაღაც საერთაშორისო კონკურსები, რომლებშიც გავიმარჯვე, მოვიპოვე დიდი წარმატება, მოყვა კონცერტები, მენეჯმენტი ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრია ისაც ვერ გაიმარჯვებ და უბრალოდ ეს ბიოგრაფიაში არ აისახება ეს დაბიჯები. მაგრამ გაძლიერებს. მაგრამ ემოციებში და ბეხსიერებაში ისახება. საკვირველია. და კარგი ამაში ალბათ მხოლოდ ის არის, რომ მე როდესაც უკვე მე ვარ ჟურის წევრი და ვუსმენ, ისეთი სიყვარულით ვუსმენ და ნერვიულობ მათ მაგივრად განვიცდი და ქონია ეგეთი შემთხვევა, რომ შეიძლება რაღაცა ვერ ქნა, მაგრამ გაგახსენდა შენი თავი და ამიტომ რაღაცა აპათია და რაღაცა დაეხმარა. არ ვაქცევ ამას ყურადღებას. ჩემთვის თავარია, რომ პირველივე ნოტიდან რაღაც ნაპერწკალი მასში ხო, ვიგრძნო, დავიჭირო და ის იყოს საინტერესო შემსრულებელი და მას კონდეს რამე სათქმელი. აი ეს არის თავარი. ხო, აი თუ რაღაც კომპიუტერივით რაღაც სტერილურად კარგად დაუკრა, ნუ რა ვიცი, აფთიაქში გვინდა სტერილურობა. ხელოვნება ცოცხალი ამბავია. ხელოვნება არის ემოცია. აბსოლუტურად არ მაინტერესებს თუ შეეშა. მოდი ცოტა ხანი მოგვიყევი. ახლა გაგვაცანი დიპლომატი დუდანა. მუსიკოსობიდან დიპლომატობამდე. ხო, ნუ მე ვცდილობ საქართველოს კულტურას გაუთქვა კიდევ უფრო სახელი გერმანიაში. ამ ეტაპზე მე გერმანიაში ვარ, ბერლინში ვარ და ერთი თქო ძალიან ადვილია, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მდიდარი კულტურა გვაქვს და თითქოს მხოლოდ რაღაცა ხელის სწავლება უნდა, შევლება და დახმარება. მე რომ სხვა საკმაოდ რთული საქმეა, იმიტომ რომ ბევრი პლასტია. და უკვე რა თქმა უნდა ბევრად კარგად გვიცნობენ ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ, მაგრამ ახლა უკვე ისეთი რაოდენობის ქართული, ისე ვთქვათ, პროდუქტი დავარქვათ ამას, შედის, რომ მართლაც რთულია, რომ ამოვარჩიოთ და ის, რაც ნამდვილად ღირსეულად წარსადგენია და გამართული დადგები და წარმოადგენს შენ ქვეყანას, აი სწორედ ეს გავიტანოთ. აი რა არის უშუალოდ შენი ფიქრები, შენი იდეები, შენი საქმე ამ კუთხით, შენ თქვი რომ ვცდილობ და ამ კუთხით ვარ დაკავებული, რა გევალება, მოდი ასე ვთქვა და რა მიმართულებას, არ ვიცი ხელმძღვანელობ თუ იღებ შენ თავზე. ყველაფერი ის, რაც ქართულ კულტურას გაიტანს და აჩვენებს გერმანელებს და ევროპელებს. იქნება ეს ლიტერატურული ფესტივალების ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა, მუსიკალურ პლატფორმებზე, საერთაშორისო ფესტივალებზე, ქართული ორკესტრების, სოლისტების წარმოჩენა და მხარდაჭერა. იქნება ეს რაღაცა სახელოვნებო სხვა პროექტები, როგორც არის გამოფენები, ასევე პოდიუმ დისკუსიები, რომლებიც ქართულ კულტურას ეხება, რა თქმა უნდა, რეტროსპექტივები ქართული ფილმის. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხი დაახლოვდეს და ჩვენ გაგვიცნონ ჩვენმა გერმანელმა მეგობრებმა. და ამისთვის ბევრ შრომობ და ფიქრობ შენ და ვიცი რომ რაღაც გარკვეული შედეგები არის. დუდანა პატარა წავედიო თქვი. შავნელი პერიოდი იყო მაშინ. თუმცა 14 წელი ამდენად მამულად პატარა, ძალიან პატარაც არ არის, ხო? თუ გახსოვს შენ აკუპნის პერიოდში ადოვიძახე აკუპნის პერიოდს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყველაფერი მე მოხდა, რაც მე ახლა მინდა შენ კითხო, მაგრამ
მაინც ჩვენთან არის თემები, მათ შორის ეს საკითხი, რაც მე ხა დავიწყო საუბარი, რომ ოჯახიდან იწყება, შეიძლება ოჯახის წევრებიდან. რელიგიაზე უნდა კითხო და თუ გახსოვს, აი ღმერთის შემეცნება, სარწმუნოება ეკლესია როდის შემოვიდა. თან ის პერიოდი მე მაგ დროს მახსოვს, რომ რაღაცა ახალი ნაკაზდობის აკადემიური და ჩვენ რომ მაგასაკში ვიყავით, ახალგაზრდები ვიყავით და რაღაცა გაივსო ეკლესიები მაშინ. კი. ხო, აი შენში აღქმა როდის გახშდა ღმერთის და სარწმუნოების და ზოგადად ახლაც როგორ არის? საკულტურის სხვა რელიგიის ქვეყანაში ცხოვრობ ცხადია, მაგრამ არსებობს შენი ალბათ. ну თუმცა ქრისტიანები არიან. ცხადია, მესმის გულისხმობ კათოლიკური სამყაროებიდან, სხვა ხომებდება. მე პირველი რაც მახსოვს ესე ძალიან მძაფრი ემოცია დაკავშირებული რელიგიასთან ის იყო რომ ბაბუა მიყვებოდა რომ როდესაც სტუდენტი იყო და თავადური გვარი ქონდა აფაქიძე იყო გვარი ну განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო სწორედ ამ გვარის გამო და მით უმეტეს მისი ოჯახის გამო და როდესაც დადიოდა ეკლესიაში, ის ამბობდა, რომ ყოველთვის იდგა კგბ-ს წარმომადგენელი. იწერდა ყველაფერს. და იწერდა. და მე უნივერსიტეტში დაიბარებდნენ, წარდგენილი იყო სია. და ეს იყო აი პირველი რაღაც ესეთი ემოცია ჩემთვის, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ აი ახალგაზრდა სტუდენტს აუგრძალო ასეთი რაღაცა და თან ძალიან ვამაყობდი მე რომ მიუხედავად ამისა ამას მაინც აკეთებდა და დადიოდა იმიტომ რომ ეს იყო მისი და ჩვენი ქართული თვითმყოფადობის და ჩვენი რელიგიის ძალა მე ვფიქრობ და არ იყო მაშინ ეს ადვილი უფრო ადვილი და ტრენდულიც გახდა როდესაც ჩვენ ვიყავით პატარები ხო ამიტომ გავიზარდე ვერ ვიტყვი რომ ძალიან ეკლესიურ გარემოში თუმცა მორწმუნე ოჯახში ძალიან მორწმუნე ოჯახში და სხვა შორის ორივე კონფესიის წინაპრები მყავდა, როგორც მართლმადიდებლები, ასე ქართველი კათოლიკეებიც მესხური მხრიდან გამომდინარე კი და ხო, რა ვიცი, მე უკვე ძალიან ისეთი მოგონება იყო, როდესაც თორცები 80 წლის იუბილეი იყო ჩვენი ბაბუეს და მაშინ მქონდა ასე ვთქვათ აუდიენცია შეხვედრა უწმინდესთან. ჩვენი ბაბუა ვინ არის? მოდი შენ ვთქვი, ვილაპარაკობთ. ხალხებოს რომ გქონდეს წარმოდგენა. ო, არქეოლოგი, მეცნიერი ანდრია აფაკიძე. კი ბატონო. საზოგადო ცნობილი ცხადია და პირველი შეხვედრა იყო ეს მაშინ უწმინდესთან? მაშინ იყო პირველი შეხვედრა უწმინდესთან, კი, მე ხა საბედნიეროდ ბევრი შეხვედრა, თუმცა პირველი შეხვედრა უწმინდესთან არ დამოვიწყდა, მაგრამ ყველა აღნიშნავს, ანუ მეცხრეებს რებოდი შეხვედრებს, რაღაც აი წარუშთელის დაბეჭდილება, როცა ხვდები პირადად მას. მას აქვს ისეთი მომნუსხველი ენერგია. აი არ დაგავიწყდება, აი ერთი შეხვედრა თუ გახსოვს, რაღაცა ცვლილება ხდება შენში. ხო, ჩემში ნამდვილად მოხდა მაშინ ისეთი სითბოთი, ისეთი სიყვარული მიმიღო, რომ აი არ ვიცი, დღემდე მომსდევს ნამდვილად ეს რაღაცა, თითქოს შემომახვია რაღაცა. ხო, აი რაღაცა გათბობს, გიცავს. ამის მერეც უკვე ძალიან ხშირად მქონდა შეხვედრა დამიკრავს მისთვის მოგეხსენება შეწყობილი და როდესაც სამკურნალოდ გერმანიაში წუწევს ხოლმე ჩამოსვლა მაშინაც ყოველ დღე და ვცდილობ მაშინაც რომ დაუკრა და უყვარს ეს მუსიკა როგორ უყვარს საზოგადო ცნობილი ძალიან უყვარს და უთქვამს რამე რომ აი ამას ხوار დაუკრავა რომელიმე კომპოზიტორზე ან რომელიმე ავტორზე ჩვენებია თავისი ნაწარმოებები მოგვისმენია ერთად მუსიკა უთქვამს მე მithქვას მიკითხავს რას მოისმენ და უფრო დიდი სიამოვნებით კიდე ძალიან კარგად ერკვევა რა საკვირველია და ჩემთვის აი ბევრი კომპოზიტორი რა თქმა უნდა საკრალურ ნაწარმოებებსაც ქმნის ხო რაღაცა და აი როგორც არ უნდა მოისმინო ან თქვა ნახო არ ვიცი აი ვატიკანში პიეტას რო ნახავ და ცრემლები რო წარმოგივა ესეთი ემოცია მქონდა როდესაც ნუ ერთ-ერთი ტრაპეზის მე რაღაცა ლოცვა იყო მოკლედ და პატრიარქმა როცა თქვა ქრისტეზე საბრალო ბოდი იმდენად განიცადა ეს სიტყვა და აი თვალშიც რომ დაინახა რომ დაუსოლდა თვალში როგორც მიქელანჯელოს პიეტამ ჩემზე იმოქმედა აი ეს აღვიქვი ეს ადამიანური საწყისი უცებ და ის საბრალო და მახსოვს რომ ისე იმოქმედა ამან რომ წარუშლედია ნამდვილად ხო ესმის ძალიან ემოციური მომენტია ცხადია გასაგებია და როგორი ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში გვეძლება ესეთი მომენტები, რომ აი ესეთ რაღაცები განვიცადოთ, მოვისმინოთ, რომელიც თითქოს
შეიძლება ყოველდღე არ გახსოვდეს, მაგრამ აუცილებლად ახდენს რაღაც გავლენას და აი ჩენე ხა თქვი, ხო, აი ყვებოდი, უცებ მე მეგონა რიქვესტირებოდი, აი ისეთი ცოცხალი შეგრძნება იყო და ეს ხო ყვალს არ ქრება ეს კვალი არასდროს. არა, არ ქრება კი არა, რაღაც ისეთ ყვალს ტოვებს, რომელიც გჭირდება იმისთვის, რომ მე დაუკრა. ან გამოხდეს სცენაზე. აი რასაც ვამბობდი, ხო, რომ სათქმელი უნდა გქონდეს. აი მე აქეთკენ ვიდეოები და როგორ გეტყობა რომ ესეთი ინტუიციური ხელოვანი ხარ. რა არის აი მუსიკოსი, პიანისტი, მომღერალი, მხატვარი, მსახიობი, როცა სცენაზე გავართ, იქ იმ მომენტში იმ რაღაც კონკრეტული სათქმელის, რაღაც სატკივარის, რაღაც ემოციის გამოხატვა, ხო? წეგან კარგი რამ თქვი, ხო, სტერილური აფთიაქში, ეს ხელოვანი ცოცხალი უნდა იყოს. შენთვის რა არის ხოლმე ის თავარი? რაც შენ გაკვრევინებს, რაც შენ განდამებს, რაც შენ იმ მომენტში შეიძლება კონკრეტულ ნაწარმოებს გარჩევინებს. მე მესმის რომ შეიძლება პირდაპირ არ იყოს ამორჩენილი, მე მესმის რომ შეიძლება შენი ჩადებული იყოს, მაგრამ რა არის, რაც შენ განდომებს, რომ აი შენი საქმით გადმოსცე? რთულია გაიხსენო კონკრეტულ ნაწარმოებებზე რაღაც იმპულსი. ყოველთვის არის ერთი იმპულსი. შეიძლება ვიღაცის შესრულება მოისმენო და იმდანაც მოგეწონოს, რომ იფიქრო რომ აი მე სიამოვნებით ამას გავაკეთებდი და აი ამას სხვანაირად გავაკეთებდი რაღაცა ესეთი არის. ხანდახან შეიძლება უბრალოდ რაღაც მისი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე მოგინდეს იქამდე არ ბედავდი შეჭიდებას და ეხა გონია რომ შეიძლება უკვე გამოგივიდეს ან ზათხარ ხო არის ესეთი რაღაცები. და ეს არ არის ხო ასაკზე რაღაცა შუბერტი რაღაც 20 და რაღაცა წლის გარდაიცვალა და გოეთე ძალიან 80 და რაღაც კი 80 დაწერა ის არა ფაუსტ და არ არის ეს დრო რაღაც ესეთი გაზომილებაა ხო სიცოცხლის ბოლოსკენ ქმნიან უკვე ესეთ ნაწარმოებებს სულ ერთი არა ასაკში როგორც მოცარტ მაცხოვრე ქვია კი ბატონო ხშირად არის ისე რომ სცენაზე გამოდიხარ და გჭირდება იმ ენერგიის მონახვა შენთვის, რომ ის რაც არის შენში აგრძნობინო მსმენელს და შენ თუ იგრძნობ, ისიც აუცილებლად იგრძნობს. და ეს ტექნიკა უკვე რასაც ნერვიულობ, ღელავთ, ეს არ დამაუწყდეს, ეს იმენცადინო გამოვიდო, ეს გამომივიდეს, ეს არის უბრალოდ ბერკეტი. ეს არის აი როგორც მე რომ მინდოდეს რომ შენ იაპონელი იყო და მე მინდა რაღაც გითხრა იაპონური უნდა ვიცოდე. ნუ გამაგებინო. მაგრამ მე თუ არაფერი არ მაქვს სათქმელი, ვერც იაპონურად გეტყვი. ეკაი რა. აი, ეს არის. ეკაი რა, როს ხლავდე იაპონურ თუ არ გაქვს სათქმელი, გეცოდინება შენ. ხო. აი, ამიტომ აი ესეთი რაღაცა განცდები ცხოვრებაში არის აუცილებელი. როგორც ნაწიბურების სახეზე, ხო და ნაოჭები ყვება იმას, რაც შენ განიცადე რა. მაგარია. ძალიან კარგი რამებს ყვები, მაგრამ დროის ეგად სამ კარგი რამებში რო იწურება ბოლოსკენ მითხარი დაიწყოთი არის უკვე დასრულდა უკვე 6 წლის ფესტივალის შენი შვილი ფესტივალის და დაიწყო უკვე ფიქრი მომავალ ფესტივალზე და გეგმები გითხარი კიდე რა გაქვს ალბათ მალე გამგზავრები ისევ დატოვებ თვილის და შემოქმედებითი უკვე შენი პირადი არასაფესტივალო კი რა თქმა უნდა ახალ პროგრამებს ვამზადებ კონცერტები მაქვს გეგმილი შემდეგი მიუნხენში ევროპის სხვა ქალაქებში ეხლა პორტუგალიაში მქონდა ცოტა ხნის წინ, სწორედ თბილისის ფესტივალამდე. არა თუ ეხლა ვიწყებ ფიქრს შემდეგ ფესტივალზე, არამედ აი გამოსვლების დროს უკვე რაღაც იდეები მქონდა, სხვადასხვა კონცერტების დროს, ფესტივალის მსვლელობის დროსაც. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გაისინდელი ფესტივალი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა და კიდევ უფრო 7 წლის ბავშვი უფრო ღირსეულად წარდგება. დაგვიდება. შვენიერი, იცი რა მე ну გთხოვო რაღაც რა. არ გიყვართ ვიცი ეს. მეც რო ვიღაცამ თადმე როგორ და ლექსი წაიკითხე რთული, მაგრამ უკან ბევრს ინსტრუმენტი. ну ესეთი ადგილია ეს. შეგნებულად არ დამიტევს და მე მგონია მოხდებოდა რომ პიანისტი როცა ყავთ რაღაცა შეგიძლია რაღაც ფრაგმენტი დაგვიკრა. რაც აი ამ მომენტში მოგე. შეგიძლია? მაშინ მადლობა და მოდი ამით დავასრულო და მადლობას გიხდი. დიდი მადლობა. სტუმრობისთვის მადლობას გიხდი. იმ საქმის რაც საკეთებ და წარმატებას გისურვებ და მიხარია რომ შედგა ჩვენი საუბარი. დიდი მადლობა. და თბილისში, სხვადასხვა გეგმაში მქონდა იქნებ გერმანიაში თქმა, თბილისში უფრო მოვხვდა. დიდი მადლობა. გისმენს სიამოვნებით. მე გადავიღებ.
მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესე დაგობა თქვი ამ ნოტებით და ამ განწყობით მიუშვებები შედა მაყურებელს. მადლობა და წარმატებები. უმეტესი მადლობა. დღითი დღე უფრო და უფრო ხელშესახები ხდება ჩემთვის ღმერთთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გააზრება და გაცნობიერება ყოველდღიურობაში.